უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია ევროკავშირის წევრი 2027 წელს გახდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი უნდა იყოს. მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხზე მუშაობს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ამისთვის მზად იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა. ხოლო შემდგომ საკითხი ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკესთან სატელეფონო საუბრისასაც განიხილა. სოციალურ პლატფორმა X-ზე უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ავსტრიის კანცლერთან საუბრისას ომის დასრულების გზები და შემდგომი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები განიხილა. კანცლერის გასულ კვირას საგაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული სამხედრო შეხვედრების შესახებ ვაცნობენ. მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბოლოს და ბოლოს ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მიერ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში შეტანილი წვლილის მეშვეობით. სწორედ ამიტომ ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვსაუბრობთ 2027 წელზე და ამ მიდგომასთან დაკავშირებით პარტნიორებისგან მხარდაჭერას ველით. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 2 წელში კი გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. გაფართოებისთვის მზადაა ევროკავშირიც. თუმცა უკრაინის კავშირში გაწევრებას ყველა წევრი სახელმწიფო არ უჭერს მხარს. უნგრეთი გარკვეულ საკითხებზე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს ბლოკავს. უნგრეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინის გაწევრებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ეკონომიკური რისკები მოჰყვება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მისწრაფებები გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრებას 2027 წლისთვის ისახავს მიზნად. ბრიუსელის ელიტა კი ამ გეგმაზე უკვე მუშაობს. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპელებს, ასევე უნგრელებს. სწორედ ამიტომ ნებისმიერი პატრიოტული მთავრობა წინააღმდეგობას გაუწევს. ბრიუსელში ეტაპობრივი გაწევრების გზასაც განიხილავენ, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაჩქარებულად გახდეს. უნგრეთის ვეტოს მიუხედავად გაწევრების პროცესში უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და კანდიდატ სახელმწიფოებს შორის სკრინინგის პროცესი ყველაზე სწრაფად დაასრულა. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა რუსეთის ომშია ჩართული, სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ევროკავშირში გაწევრებისთვის ემზადება, კიევი ევროკავშირისგან გაზრდილ მხარდაჭერას იღებს. გაწევრების პროცესის დაჩქარების მიზნით ევროკავშირი კიევს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობის მოხსნის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს.